მოგესალმებით მეგობრებო, გამოვა თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი უახლოეს დღეებში თქვენთან კონტაქტზე. მოდით ვნახოთ. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი ადამიანი, ვისთან დაკავშირებითაც ეს კითხვა გაწუხებთ და გაინტერესებთ, გამოვა თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან კონტაქტზე. უახლოესი დღეები ალბათ სადღაც 10 დღე ვიგულისხმოთ, ხო? 10 დღეში გამოვა თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე. პირველი ვარიანტი, გამოხვალ თუ არა კონტაქტზე, მეორე ვარიანტი, გამოხვალ თუ არა კონტაქტზე და მესამე ვარიანტი, გამოხვალ თუ არა კონტაქტზე. მაშა სადამე, მწვანე ავანტურინი, მთის ბროლი, წითელი იასპი. კარგად დააკვირდით სამივე ვარიანტს, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველი, თქვენც ვერ მოასწარით, გადმოხვდეთ უკან დააპაუზეთ ეკრანი. გამოვა თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე. ვარიანტი პირველი. ჩაფიქრებული ადამიანი, რა საინტერესოა, საკმაოდ უცნაურ ენერგიებშია ადამიანი. სხვათა შორის მისი მდგომარეობა ახლა არის შეცვლილი, მისი ცნობიერი ახლა არის შეცვლილი. რას ეხება ეს? ადამიანი თითქოს დაიკარგა ესეთ ენერგიებშია. არც ისად წავიდეს, არც ის გამოვა თუ არა, ადამიანი შიშებშია, ეს ზოგადად ეხება მის ენერგიებს, ხო? ადამიანი ახლა არის ძალიან არეული, რადგან არ არის დარწმუნებული, რამდენად სწორ გზაზე, რამდენად სწორია მისი არჩევანი, რამდენად სწორად ჩადო ენერგია, რამდენად შედეგიანი იქნება, ხო, რაღაცის შედეგს ელოდება ადამიანი და ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ნერვიულობს, ხო, მაგრამ გამოვა თუ არა თქვენთან კონტაქტზე, უახლოესი 10 დღის მანძილზე, გამოვა თუ არა კონტაქტზე ადამიანი, გამოვა თუ არა კონტაქტზე ადამიანი გამოვა კონტაქტზე და სხვათა შორის შეიძლება ადამიანი გამოვიდეს კონტაქტზე ან შეცვლილი ცნობიერით, რას ნიშნავს ეს, ხო? შესაძლებელი ადამიანი იყოს ალკოჰოლის ქვეშ, გარკვეული გამაბრუებელი საშუალების ქვეშ, ხო? ანუ თითქოს ადამიანი არ იქნება ბოლომდე ადეკვატური, არ ვიცი როგორ გითხრათ ეს, ხო? მისი ზარიც ესეთი იქნება ძალიან მოულოდნელი, უცაბედი, შესაძლებელია ისეთ დროს, როდესაც არ ელოდებოდით ამ ზარს, მაგრამ იქნება ძალიან გაუგებარი მისი ზარი თქვენთვის. შინაარსის გამოტანა შეიძლება გაგიჭირდეთ, ხო, აი რატო დამირეკა? შესაძლებელი მოწერაც იყოს, მაინც დარეკვა არ იყოს, ხო? უბრალოდ თქვათ დღესასწაულები მომილოცა თუ არის ამ ყველაფრის უკან კიდევ რამე. სხვათა შორის ყველას არ ეხება, მაგრამ შეიძლება ადამიანმა გარკვეული დახმარებისთვისაც ან რაღაც რჩევისთვის მოგწეროთ, დაგირეკოთ, ხო? გამოვა ადამიანი კონტაქტზე, მაგრამ მე მაგალითად ამ ვარიანტის მიხედვით რაღაცა ძალიან ესეთ სწრაფ პროგნოზებს არ დავალაგებდი, ხო? იმიტომ რომ ადამიანი იმდენად არეული, ადამიანი იმდენად არ ვიცი, ნისლიან ენერგიებშია, ხო? რას ნიშნავს ნისლიან ენერგიებში, როდესაც არ იცი საწახვიდე და როგორ იმოძრაო და ასეთ დროს ყოველთვის რთულია რაღაცა პროგნოზების გაკეთება, ამიტომ მე გირჩევდით, რომ თქვენც რაღაც გარკვეულ საკითხებში არ მიიღოთ ნაჩქარები გადაწყვეტილება, დააკვირდით ადამიანს და ვთქვათ მერე იმოქმედეთ, მაგრამ კიდევ ერთი შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ ამ კონტაქტზე გამოსვლითაც დიდად არ
იმსჯელოთ მიხვდით ხომ, იმიტომ რომ აბსოლუტურად შესაძლებელია რომ ეს კონტაქტი იყოს რაღაცა ემოციებზე ან შეცვლილი მდგომარეობიდან გამოწვეული, რომელიც ხვალ და ზეგ უკვე რაღაცნაირად აღარ იყოს იმ იმედების მომცემი, ვთქვათ, რისი იმედიც თქვენ გქონდათ ამ ურთიერთობებიდან და კონტაქტიდან გამომდინარე, ამიტომ დააკვირდით. მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ვარიანტი მეორე, მთისპროლი. გამოვა თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე, გამოვა თუ არა ადამიანი ფიქრობს, გამოვიდეს თუ არა კონტაქტზე, ადამიანი ფიქრობს ამას, უკვე ფიქრობს, როგორ მოვიდეს, როგორ გამოვიდეს კონტაქტზე მიზეზით, ხო? გამოვა ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე, მეორე ვარიანტი. ადამიანი იცით რა არის გამოვა კონტაქტზე, მაგრამ თქვენ რას მიიღებთ ამ კონტაქტით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ იცით რისი თქმა მინდა, შეიძლება ადამიანმა დაიწყოს რაღაც მომენტში თავის გამართლება, რომ აქამდე იმიტომ არ გწერდათ, აქამდე იმიტომ არ გამოდიოდა კონტაქტზე, რომ თქვათ რაღაცა რთული პერიოდი ქონდა. არის ნამდვილად ქონდა რთული პერიოდი ადამიანს. რაღაც შეზღუდვები იყო, სირთულეები იყო და ამიტომ ვერ გამოდიოდა კონტაქტზე, ხო? აქ რაში არის იცით მნიშვნელოვანი მომენტი, მეორე ვარიანტი, მიზეზი რა იყო, რა არ უშვებდა ამ კონტაქტზე გამოსვლის საშუალებას, ხო? იქნებ კიდე სხვა პარალელური ურთიერთობები, ხო? სიტყვაზე ვამბობ, ხო? შესაძლოა ყოფილიყო ჯანმრთელობის პრობლემებიც, მაგრამ იცით რა არის ვერანაირი ჯანმრთელობის პრობლემა ვერ გააჩერებს ადამიანს კონტაქტზე გამოსვლა თუ უნდა და თუ გულწრფელად არის ეს მონატრება და ასე შემდეგ. მაგრამ ერთი რა შემიძლია გითხრათ, რომ მიზეზი ნამდვილად იყო, არ ვიტყვი რომ მიზეზი არ იყო, მაგრამ რას მოგიტანთ ეს კონტაქტზე გამოსვლა? რას მოგიტანთ? იგრძნობთ რომ რაღაცა ტყუილებსაც ქონდა. ნახეთ, ან ადამიანი მანამდეც დაგიჭერიათ ტყუილში და იგრძნობთ რომ ახლაც რაღაცა ბოლომდე ადამიანი გულწრფელი არ არის. ნახეთ რისი თქმა შემიძლიათ, საკუთარ თავს კითხვა უნდა დავსვათ. კი, ადამიანი გამოვა კონტაქტზე. კი, გარკვეული სირთულებიდან გამომდინარე, ადამიანი ვერ გამოდიოდა კონტაქტზე ნამდვილად, მაგრამ რა იყო ეს სირთულები, ეს არის კითხვის ნიშანი, ხო? სირთულე შეიძლება იყოს, კი ბატონო, რაღაცა ნამდვილად გულწრფელი მიზეზი, მაგრამ სირთულე შეიძლება იყოს სიტყვაზე ვამბობ, სახლში ცოლი, რომლის გამოც ვერ გამოდიოდა კონტაქტზე. ან რაღაცა სხვა პარალელური ურთიერთობები და ეხა შეძლო მოუნდა კონტაქტზე გამოსვლა და გამოვიდა. აი ხვდებით ხო, მიზეზს გააჩნია, მაგრამ მე აქ ის არ მომწონს, რომ თქვენ რას მოგცემთ ეს ყველაფერი და ძალიან ბევრი ხმლები ამოვიდა. არ მოიტანს ეს ადამიანი კარგ ენერგიებს. კონტაქტზე გამოსვლა ერთია, მაგრამ თითქოს ისევ რაღაცნაირად თქვენ სტაბილურობას ურევს. იმიტომ რომ თქვენ რეალურად ხართ ძალიან სტაბილური, შემდგარი, ჩამოყალიბებული ადამიანი, ვინც იცის რა უნდა. მაგრამ ამ ბატონისგან ცოტა მეეჭვება, რომ მანაც იცის რა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რაც მას უნდა, თქვენთვის არასრულყოფილია და არასრულფასოვანი. ამიტომ აი ეს სამიანების პენტაკლებიც იმ ნაწილში არ მომწონს, რომ აი ადამიანი ზის და გეგმავს რა მოიფიქროს კონტაქტზე გამოსვლის დროს, იმიტომ რომ მარტო სიტყვაზე ახალი წლის მოლოცვა არ გმარა, ხო, რაღაცა უნდა მოიფიქროს სიტყვაზე. გამიგეთ, ხო, რაღაცნაირად ისე უნდა გააქარწყლოს, ვთქვათ, თქვენი ან ეჭვები, ან პრეტენზიები, ამიტომ
დადგმული არის ეს ძალიან ბევრი რაღაცა მის ტვინში სცენარები და აი ამ სცენარებით ანუ არ არის ეს ბუნებრივი ზარი ხო ბუნებრივი ზარი და ის ზარი რომელიც ნუ აი ადამიანმა ხო აი მყავს რა ვიცი ცოლი და აი არაგულწრფელია ადამიანი იტყუება ბევრს მეაქციათ ყურადღება მოკლედ მესამე ვარიანტი გამოვა თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე გამოვა ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე იმიტომ რომ ადამიანი თითქოს ემოციებს ვეღარ იკავებს აი ესე ამოასხამს ემოციები და გამოვა კონტაქტზე ესე იგი რა საინტერესოა მე ხომ ნახევრად იმერელი ვარ და ვიცით ხოლმე ამის თქმა ნასმია ადამიანი ნასმი ხომ არ ხარ აი თითქოს ნასვამი კი ნასმი ანუ ადამიანი ან ძალიან სერიოზული ესეთი ემოციური აფეთქების ფონზე მონატრების სიყვარულის მეტი აღარ შემიძლიას ან შეყვარებულობის მდგომარეობიდან მოდის ხვდებით ხო? აი რო უკვე აღჩობს ადამიანს ემოციები. ან ეს არის ნასმი ადამიანი ხო? რო დალევს და რაღაცნაირად რო შემოაწვება გრძნობები და ემოციები. ოკეი. ოკეი. გამოვა თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე უახლოესი 10 დღის მანძილზე იეროფანტი სიანოხ როგორი თავში დარწმუნებული გამოვა თან კვერთხების დედოფალი სასურველ ქალთან გამოდის კონტაქტზე სასურველ ქალთან გამოდის კონტაქტზე. მეგობრებო, აქ არის ძალიან დიდი სექსუალური და ინტიმური სურვილი. ძალიან ეშინია რომ უარყოფთ ამ ადამიანს, ან ეშინია რომ რაღაცნაირად მოკლედ ძალიან ბევრ ეროტიულ სცენარს ატარებს საკუთარ თავში, მიუხედავად იმისა, რომ მანარას არკან ტაროს დასტით არ უშლი, შემიძლია უცებ მანარას დასტა დავინახე თავისი არკანებით. და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ინტენსიურ ემოციებს გძრავთ ამ ადამიანის აი ეს ფანტანები ემოციების ძალიან დიდია. საინტერესოა. გაგიჟებულია ვიღაცა. გაგიჟებული და გადარეული. კარგით. რა გინდა რატო გამოხო კონტაქტზე? კითხვა ისმის. რა გინდა ვარსკვლავი. მისი ვარსკვლავი ხართ და როგორ არ გამოვა კონტაქტზე მიუწვდომელი წითელი ყვავილი, რომელიც ძალიან იშვიათია. არ ვიცი რატომ, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობთ. ახლოს ხართ, არ ხართ ახლოს, შორს ხართ, არ ხართ შორს, მაგრამ უნდა იყოთ. უნდა იყოთ ამ ადამიანის ცხოვრებაში, ანუ იმდენად იკვებება იმით, რომ ზოგადად ხართ, რო არსებობთ რაღაცა უკვე ბედნიერია ადამიანი. ბევრ რაღაცას ვიტყოდი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს +18 ფორმატი, მაგრამ რო გითხრათ ახლა აქ რა ენერგიები მოდის? ოხ ძალიან ცხელი. გაგიჟებული და შეშლილი და გაგააფთრებული. ხო. არა ძალიან ეშინია მარტოობის ან თქვენ რომ არ მიიღებთ მას, უყუაგდებთ მას. ზოგადად როგორი ადამიანია, იცით, მარტოსული ადამიანია შიგნიდან. და თქვენში, თქვენ როდესაც გხედავთ, ყველა ჭანჭიკი სტრიალი იწყება ერთდროულად. ძალიან წამიღო. მეგობრებო, გამოვა კონტაქტზე, გამოვა და ძალიან ემოციური იქნება. რაღაცას ისეც გეტყვით.
ისეთ რაღაცას გეტყვით, ისეთ რაღაცას მოისმენთ, ან მოგწერთ, გამოვაკონტაქტზე, აქ მოწერაც იკითხება, ხო? რა ვიცი, ძალიან უხერხულია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ რომ არსებობდეს Bluetooth-ით არ ვიცი რაღაცა ინტიმურ სპექტრში შეკავშირება შეუხებლად შორიდან, ხო? ამას იზამდა. რაღაცა ესეთი სიგიჟეები წამოვიდა. კარგით, ესეთი ამბები სურვილია ძალიან დიდი. მოკლედ, დაგემშვიდობებით. სამივე ვარიანტი ფაქტიურად გამოვა კონტაქტზე, მაგრამ სხვადასხვა მიზნებისთვის გამოდიან კონტაქტზე და თქვენს პასუხები იცით. ახლა მთავარია თქვენ მოამზადოთ საპასუხო რეაქციები ამ კონტაქტზე გამოსვლის ამბავში. ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს დიდი სიყვარულით.